ესპანეთის ქალაქ მალაგაში გამართული ევროპის თასი ძიუდოში ახალგაზრდებს შორის გორელებმა 2 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედლით დაასრულეს. შეჯიბრებების გამარჯვებულები გახდნენ თამაზ ბიგანაშვილი პლუს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ზურაბ ჭიღლაძე 91 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ბრინჯაოს მედლის მფლობელია ლუკა ქარელიშვილი 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში. ბიგანაშვილი და ქარელიშვილი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის, ხოლო ჭიღლაძე კლუბ გორიდვარის მალაგაში გაიმართა ევროპის თასი ახალგაზრდებს შორის ძიუდოში, სადაც საქართველოს ნაკრების გუნდთან ერთად მონაწილეობას იღებდა ჩვენი სკოლის 5 სპორტსმენი. აქედან აღსანიშნავია, რომ კარგად იასპარეზეს ჩვენი სკოლის წარმომადგენლებმა და 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. ესენი არიან პლუს 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში ბიგანაშვილი თამაზი, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა, 66 კილოგრამ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი მოიპოვა გიგი გიუნაშვილმა და ასევე 90 კილოგრამში ლუკა ქარელიშვილმა. ეს შეჯიბრება იყო ორგანიზებული იმისათვის, რომ ჩვენმა სპორტსმენებმა გამოცდილება მეტი მიიღონ ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის წინ და ასევე რომ გამოვლინდეს გუნდი, ვინც იასპარეზებს ევროპის ჩემპიონატზე. ეს შედეგები არის წინ გადადგმული ნაბიჯი. რა თქმა უნდა, ექნებათ რამდენიმე ეტაპი კიდევ გასავლელი და იმედს ვიქონიებთ, რომ სპორტსმენები მოხვდებიან ძირითად ნაკრებში და დაიცავენ საქართველოს ღირსებას ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატებზე. ქალაქ მალაგაში გაიმართა ევროპის თასი ახალგაზრდებს შორის, სადაც ვიასპარეზეთ საქართველოს ნაკრებმა, მე ვიასპარეზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში, ჩავატარე 4 შეხვედრა. აქედან 3-ში მოახერხე გამარჯვების მოპოვება, 1 შეხვედრა დავთმე ქართველ სპორტსმენთან, ლუკა თევდორაძესთან, ჩემს მეგობართან. ტურნირსაც შეეხება იყო საშუალო დონის ტურნირი და რა ვიცი, მომავალში მომზადებით სხვა ტურნირებისთვის საერთაშორისო და ვეცდებით რომ გამოვასწრებთ.